მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ალექსი, თქვენი მყოფები Dream Chasers სარხზე და ეს არის ჩვენი მორიგი პროექტი. გიერთდებით Ford Bronco სპორტით 2022 წლიანი Ford Bronco არის, რომელიც აქამდე არასოდეს არ მყოლია, საკმაოდ იშვიათი არის ჯერჯერობით საქართველოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან პოპულარული გახდება. კი ღამე მივიღეთ და კი ეხლავე დავიწყებთ მანქანის მიღების ისტორიას და ეპიზოდებს, ასე რომ გეპატიჟებით ამ მანქანის აღდგენის ვიდეოებში. აქედანვე გირჩევთ, რომ არხი გამოიწეროთ, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს გადავიღებთ, ძალიან საინტერესო მანქანებს ველოდებით. შესაბამისად, გამომყევით ჩემს გზაზე საოცნებო მანქანამდე, თქვენც ჩემთან ერთად იქნებით და ერთად მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. გამოიწერეთ არხი და გეპატიჟებით ეპიზოდში. აბა დავიწყეთ. Oița, este oknat. Ikit. Modi. Ti, ორი, სამი, ჩკამ. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ხართ Dream Chasers-ის არხზე, მე ვარ ალექსი, მე ჩამომყავს მანქანები, ვაწყობ მანქანებს, გიყვებით მანქანებზე და ჩემს საოცნებო მანქანისკენ მივდივარ. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი ჩვენი, რომელიც ჯერ არასდროს არ მყოლია აქამდე, ძალიან ბევრი Ford-ი მყავდა, მაგრამ Bronco პირველი არის და ნატყობაც ისეთი წინადგრძნობა მაქვს, რომ ეს მანქანები იქნება ძალიან პოპულარული თბილისის ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში, საქართველოში ზოგადად. მე ეგრე მგონია და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ძალიან პოპულარული გახდება ეს მანქანები. ეს არის Ford Bronco 1.5 ძრავით, 3 ცილინდრი აქვს სულ, მაგრამ მაგ ყველაფერს მომავალში მოგიყვებით. ეს მანქანა არის დაზიანებული, თლად კატასტროფული დაზიანება არ არის, ფრთან აყიდი გვაქვს უკვე. ეს არის ამ მანქანის დაზიანება, იღა პირველად რაც შეგვიძლია რომ ვთქვა. სხვათა შორის ეს მანქანა იმიტომ მომეწონა და იმდენჯერ ვახსენე რომ მომეწონა თქო, მოგიყვებით ამ მანქანის ყიდვის ისტორიას. აუქციონზე სანამ მანქანას ვიყიდით, აუცილებელია რომ შევამოწმოთ გარბენი, ფერი, კომპლექტაცია მოგწონს თუ არა, რამდენ წამყვანზეა მანქანა, რა ძრავზეა, ჩემი ისტორიები ვისაც გახსოვთ Jeep Renegade-თან. მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემა გადავიარე და პლუს ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა ისტორია. მეც ვამოწმებ ხოლმე ყოველთვის ისტორიას და მოდი მოგიყვებით როგორ. ჩვენი Ford Bronco-s ისტორიაც გამონაკლისი არ არის. ვიყენებ car verticals ამ მანქანების ისტორიის შესამოწმებლად. აი ეს რეპორტებში შევდივართ. ვწერთ ვინ კოდს ჩვენი მანქანის და აი ასე გამოიყურება ახლა აქაურობა. ჩავდივართ ქვევით და ვხედავთ ყვითლად ანათებს. ანუ შესაბამისად აქ შეგვიძლია ვნახოთ გარბენის ისტორია თუ არა, შეგვიძლია ვნახოთ როგორ სტატუსზე იყო და როგორი დაზიანება ჰქონდა. ამ ყველაფერთან ერთად ფოტოებიც კი ჩანს ხოლმე მანქანების შესაბამისად შეგიძლიათ ზუსტად დაინახოთ თუ რა ქონდა დაზიანებული მანქანას, გატყუებენ თუ არა აუქციონზე ვიღაც დილერები და ასე შემდეგ. იქ ამერიკაში ძალიან პოპულარული არის, როდესაც სადაზღვევოს ატყუებს ტიპი, შესაბამისად სადაზღვევოსთან ერთად ტყუდება თვითონ მომხმარებელიც, ვინც ყიდულობს ამ მანქანას ვიდეოში და ფოტოში უყურებ რომ ვაიმე. დიდი არაფერი არ ჭირს, მოდი ვიყიდი, ძალიან იაფად ყიდულობ, გიკვირს, მერე ჩამოგდის მანქანა და სრულად გადაჭეჭყილი იყო. მაგალითსაც გაჩვენებთ, ეს არის მაგალითად ჩვენი Ford Bronco. რომელსაც უსუფთავესი ისტორია აქვს, სულ რაღაც 12000 გარბენი აქვს და ეს არის მისი დაზიანება. საერთოდ არაფერი არ ჭირდა რეალურად აქამდე, ეხლაც უკვე ვაღდგენთ და ვმუშაობთ ამ მანქანის აღდგენაზე, მაგრამ ყოველთვის მთლად ასე არ არის. ეს ერთადერთი დაზიანება არის ამ მანქანის შემთხვევაში და შეიძლება ხდება, როდესაც ცოტა უფრო სერიოზულ დაზიანებებთან არის საქმე. როგორც მაგალითად, აი ამ Toyota Supra-ზე არის, ესეც car vertical-ზე მოწმდება. სხვათა შორის car vertical-ზე შეგიძლიათ იყიდოთ შემოწმებები რამდენიმე. ერთი მანქანა დაგჭირდებათ, რომ შემოწმოთ 2 ან 3, მაგის არჩევანიც გაქვთ. ჩემი პრომოკოდის გამოყენებით კიდე 20% აკლდება მაგ თანხებს და ეხლა დეტალებში მოგიყვებით თუ რა და როგორ მუშაობს. car vertical-ში შევდივართ, ყიდულობთ შემოწმებას, თუ მაგალითად მანქანის ისტორია სუფთაა, გიბრუნდებათ კრედიტის სახით ეგ რეპორტი და კიდევ ერთი მანქანის შემოწმება შეგიძლიათ. მაგრამ თუ მაგალითად ხსნით car verticals და აი ასე გამოიყურება თქვენი მანქანის წინა ფოტოები, რომელსაც ყიდულობთ, ან ჯერ არ გიყიდიათ, ჯობია რომ წინასწარ შემოწმოთ ხოლმე მანქანა, იმიტომ რომ მე როდესაც ფულს გადარიცხავთ და აი ასეთ ისტორიას დაინახავთ, მთლად სასიამოვნო არ იქნება და ამას რატო გაჩვენებთ? ეს იყო ამ მანქანის დაზიანება და შემდგომ აუქციონზე გამოდის აი ასეთ ვიზუალში. დიდი არაფერი, ხო? ამას შეხედავთ და იტყვით რომ ვა, მცირე დაზიანება აქვს, ნუ კაი, პატარათი შევარდნილია, ვიყიდი ავადგენ. ძალიან იაფად ყიდულობთ და მე როდესაც გაირკვევა რომ ამ მანქანას მთლად კარგი ისტორია არ აქვს, არ გესიამოვნებათ არც ფინანსურად, არც მორალურად და არც არანაირად მოკლედ. ჩემი პრომოკოდი გამონაცდება, ჩახვალთ ვიდეოს აღწერაში, იქაც შეგიძლიათ ნახოთ ეს პრომოკოდი, ან ლინკზე გადახვალთ და პირდაპირ გააქტიურებული იქნება პრომოკოდი. ჩემი პრომოკოდი არის DREAM, აი აქ გამოჩნდება და 20%-იან ფასდაკლებას შემოგთავაზებთ ამ მანქანების შემოწმებაზე. გავაგრძელებთ ჩვენი მანქანის აღდგენა.
ეს არის, ნახოთ, დავქოქოთ, ჩამოვგორდეთ და ხვალინდელ დღეს დაველოდოთ, რომ არ გაწვალოთ აი ამ სიბნელეში და სიბნელეში არ მოგიყვეთ ამ მანქანაზე. თან საინტერესო არის, ძალიან ბევრი არ დადის ქუჩებში და ვფიქრობ, რომ გაიცნობთ ამ მანქანაზე და გაინტერესებთ. რაც თვითონ მანქანას შეეხება, სხვათა შორის უნდა გითხრათ. 1.5 ძრავი აქვს და პლუს ამ ყველაფერს. 12,000 აქვს გარბენი ამ კონკრეტულ მანქანას. აირბაგი არც ერთი არ არის გახსნილი, სადაზღვევოს მანქანა არის და ნუ მოკლედ სულ ახალია 2022 წლიანი მანქანა არის, რომელიც ჯერ არ ყოლია არც ერთხელ. სალამი. დავკოქეთ, გათფეს, აქ რაღაც ზოლის კონტროლი და რაღაცები გვაქვს. ძალიან მომწონს უკვე ეს მანქანა. ვიზუალურად როგორც მინიმუმ საინტერესოდ გამოიყურება და ვფიქრობ, რომ ვიყოლიებდი ასეც. აქ რა ხდება? ვატრიალებთ, აბა ფარები მუშაობს. მაგრამ ძალიან ჩაფუშულია რო. ხო. აბა საბარგულის დაზიანებული გვაქვს. სტოპები მოყვება, ბამპერი მოყვება, ზებოსკაც მოყვება. მაგრამ დასოსი არა, ასე რომ უნდა წავიდეთ და ჩვენი ფიტიდან მოვიტანოთ დასოსი. დასარები დამჩენი. თან გამოვიცვალეთ ცივა. სხვა გქლა მქონდა. სხვათა შორის ბოლო 2-3 კვირაა ცხელოდა. 3 არა, მაგრამ 2 კი. და დღეს წინ მართ არის თოული. არხი გამოიწერეთ სანამ ლიფტში ვართ. ჩვენ მოგწონს ლიფტში გადაღებები. ეხლა ხმა მაინც ისმის კარგად. აგერ ჩვენი ფრთაც ელოდება მანქანას. ესე იგი წარსულიდან გიბრუნდებით. ეხლა თქვენ უყურებთ ჩვენი Ford Bronco-s ვიდეოს და ეხლა მივდივართ ჯერ მანქანა არის ჩამოსული, მივდივართ ფრთის საყიდლად, რომელიც უნდა დავაყენოთ ჩვენს Ford Bronco-ზე. არ ვიცი ჯერ გასწორდება თუ რას იზავს, მაგრამ ისე ეთყობა რომ არ გასწორდება, ასე რომ ვიყიდეთ ფრთა, ვიყიდეთ ზოგი ნაწილი, ეხლა მივალთ, წამოვიღებთ და თქვენ კიდე სასიამოვნო ვიდეოს ყურებას გისურვებთ. ისევ აქედანაც. მოვედით აგერ ჩვენი დონორით. ესეთი მანქანა ჯერ არასდროს არ უყოლია, ეს არის Ford Bronco. ბევრს გეცოდინებათ, ბევრს ჯერჯერობით არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან პოპულარული მანქანა იქნება და ძალიან ხშირად შეგხვდებათ ხოლმე ახლო მომავალში საქართველოს ქუჩებში. აი ასე გამოიყურება ეს Bronco, ზუსტად ეს ფრთა მიგვაქვს უკანა. და ჩვენს მანქანაზე დავაყენებთ. აგერ Bronco-ც არის ნამყოფი რაღაც წილით ამ ფიტში. ეგ არის ჩვენი ფრთაც მიდის სახლისკენ. დასოსი ავიღეთ, გასაღები ჭირდება, დავით. ეს ფრთა ხო არ გასწორდება. მართლა ტყუილად ხო არ ვიყიდე. სადა აქ? Ekmeli açık. Ara ხო? მოდი კიდე ცოტა. კარგი. გახეული ხო არა ეს აბურავის? არ ვიცი, აბა ეხა პირველად ხედავ. სხვადასხვა პირველად მყავს ესეთი დაბალი გარბენით მანქანა, ну პირადად მე ჩამოყვანილი მყავს მომხმარებლისთვის, მაგრამ მე არ მყოლია არასოდეს და რა ვიცი, ეხა პირველად რასაც ვეხები 12,000 მილი 20,000 კილომეტრზე ცოტათი ნაკლები უნდა იყოს. ეხლა ვნახოთ 12,000 გავამრავლოთ 1,609-ზე. ხო, 20,000-ზე ნაკლები არის. რაც ძალიან მაგარი გარბენი არის ჩემი აზრით. ეხლა დაზიანებულია კი, მაგრამ თქვათ კატასტროფული დაზიანება არ არის ეს. უკანა დაზიანება ძალიან ბევრს უყვარს, იმიტომ რომ არც წინ გიწევს რაღაცების ქაჩვა და ასე შემდეგ, კი იჭრება კუზავ, მაგრამ ყველაფერი ორიგინალი ეყენი. მე რო დავждები რულთან შენ გეჭიროს რა. ოპა. დავბერავ და მე ჩამოვგორდები. კიდევ კაი ეს ბლოკი გამოწერილი მაქვს. უკვე ყველაფერი ამ მანქანას ელოდებოდა. ჩვენთან ერთად. ვფიქრობ, რომ ამ ფრთის
აღდგენაზე ვიჩალიჩო. არა უშავს. შევკენო. ესე იგი გათენდა ჩვენც გავდივართ ახლა იმისთვის რომ ვიპოვოთ ხელოსანი რომელიც მოკიდებს ამას ხელს და გააკეთებს კარგად და ხარისხიანად პლუს უმოკლეს ვადებში რაც შეიძლება მალე უბრალოდ წვიმს და ახლოს ვერ მივდივარ მანქანასთან კამერას უფრთხილდები მაინც და მაინც ეს არის ერთადერთი რაც ხარისხს წევს ჩვენს არხზე ეხლა წავალთ და ვქაქავთ მანქანას და მანქანიდან შემოგიერთდებით და წავიდა სალამ მოკლედ მომწონს ეს მანქანა როგორც გითხარით რა რაღაცა საჭეს შეხედეთ საერთოდ თითქოს ხელიც არ დებულა ძალიან მაგარი ყველა პლასმასი ყველაფერი არის ისეთ მდგომარეობაში როგორც ახალი უნდა იყოს მე მაგალითად ძალიან მომეწონა აი ეს იმიტომ რომ რაღაც კაცური არის მომწონს ყველაფერი არის ისეთ ჩაჭრილ ფორმებში რომ აი მაგრად მისწორდება პლუს აქ ჩარჯერიც არის ტელეფონისთვის აქაც რაღაცა ხურდების ადგილი თუ რაც არ უნდა იყოს ყველაფერს თავისი რეზინის ის აქვს მოკლედ მომწონს ეს მანქანა რა უკანაც ძალიან დიდი სივრცე აქვს თან გრძელია თან დიდია თან კაცური არის რაღაც ჩაჭრილი ფორმები ძალიან მომწონს ესეთი ტიპის მანქანებზე მით უმეტეს კაპოტს შეხედეთ რა ხელა არის ტიპი ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი მანქანა არის და კაი შენაძენია რა და სიემოვნებით ვივლიდი ესეთით მე პირადად აი სახლისთვის დავიტოვებდი. წავედით ახლა უკანა ფრთას მივხედოთ. პირველი რაც შემიძლია ვთქვა, ახლა პირველი ემოციებია ტარებისგან არასდროს არ გვიტარებია, არასდროს არ უმჯდარვარ ამ მანქანაში და ძალიან რბილია, ძალიან დიდი გაბარიტები აქვს, ანუ კაია რა, ანუ მომწონს, მიუჩვეველია. ყოველ შემთხვევაში იმას რაც ვყავდა, ბევრად ჯობია რა, ჯიპების შედარებაში ხა ჯიპები რო ერთმანეთს შევადაროთ Renegade ყავდა Trailhawk-ი, რომელიც, ძრავითაც გავდა, თვითონ გაბარიტებით ახლა ეს ბევრად დიდია Renegade-ზე მე როგორც ვფიქრობ. ხო, ბევრად დიდი. ვფიქრობ, რომ ეს პირველ ადგილზე არის ახლა ჩემი ჩამოყვანილი მანქანებიდან, რაც შემიძლია რომ აღვნიშნო. თან აი კიდევ უნდა გავუსვა ხაზი აი ამ ყველაფერს რა. აი მომწონს აი ეს ყველაფერი. რაღაც ძალიან მარტივი არის და ჩაჩეხილი ფორმები აქვს და ძალიან მომწონს. პლუს ადგილიც ძალიან ბევრია. აი ესე ვზივარ. მოკლედ კაი დიდი ოჯახის მანქანა არის რა. სამოგზაუროთაც გამოდგება ჩემი აზრით. ესეც ასე მეგობრებო, მოურიგდით ორ კვირაში აქ ვართ, აქ ვღებავთ, აქ ვაკეთებთ, აქ ვაწყობთ და ეგ არის. აი ესე გამოიყურება ჩვენი Ford Bronco, რომლის ფერი ისე ძალიან მომწონს, რომ რა ვიცი. ჯერჯერობით ასე არის. აი ესე გვაქვს რაღაცა მერე მოვჭრით და ყველაფერი იქნება რიგზე. მოკლედ აი ასე დრო და დრო ახალ ხალხსაც ვიცნობთ ჩვენს გზას ემატება ახალი ხალხი რაც ძალიან მაგარია ნელ-ნელა დონესაც წევთ ზევით ხალხიც გვემატება და ძალიან მიხარია შეუძლებელია ეგ არ მიხაროდეს თქვენს
ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიყურებთ და ამარხს ზრდით. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინც უყურებთ ვიდეოებს და არ გაქვთ დაჭერილი გამოწერისთვის, დააჭერეთ მაგ გამოწერის ღილაკს, ჩართეთ შეტყობინება და დაელოდეთ ჩვენს ყოველ მომდევნო ვიდეოს. ასევე, ვისაც გაინტერესებთ მანქანების ჩამოყვანა და გჭირდებათ თუ რაც არ უნდა იყოს, Instagram-ზე შეგიძლიათ გამომყვეთ, მომწეროთ და ასე შემდეგ. ხშირად YouTube-ამდე იქაც ვდებ ხოლმე სტორებში რაღაც მანქანებს, რასაც ვიღებ, რასაც ვაკეთებთ. ასე რომ თუ გაინტერესებთ ცოტა წინასწარ და YouTube-თან შედარებით ცოტა უფრო ადრე გინდათ რომ დაინახოთ რა გვყავს და რას ვსაქმიანობთ, გამოიწერეთ ჩემი Instagram-ი, გამოგყვებით. მე კიდე წავედით და 2 კვირა უნდა გადავაგოროთ, უბრალოდ დავაყენებთ ამ მანქანას და დაელოდება ეს მანქანა თავისი აღდგენის რიგს.